გამარჯობათ მეგობრებო, არხი გამწერებო კარგი ხარ. გამარჯობათ. ჩვენ მოგზაურობას ვაგრძელებთ თქვენი წყალობით. მივდივართ ქალაქ გარდაბანში. გარდაბნის რაიონი არის ძალიან დიდი. მერე გზაზე მოგიყვებით თვითონ გარდაბანზე, აი რუსავს გაცდებით თბილისის მხრიდან და მიდიხართ პირდაპირ გარდაბანში. ვიდეობის გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და რამოდენიმე მაყურებელიც. მოკლედ თუ ვინმეს გინდათ რომ დაგვეხმაროთ აი მოგზაურობებში მარტო ერთი კომპანია გვიდგა გვერდზე არც ერთი სამოგზაურო კომპანიამ რატომღაც კალკუტაში იმას რატო არ ავჭამ რა ქვია ბუზის კინტრით შეზავებულ იმას რა ქვია ბეჰემოტის ყურებს სულ არ მაინტერესებს რომ მე მაინტერესებს ჩემი საქართველო ხო ეგრე არა ისიც აინტერესოა ღრმად დარწმუნებული ხარ რა ქვია ბეჰემოტის მუჟუჟი გიჭამია ყურებისგან გაკეთებული ბეჰემოტი არ მიჭამია ბეჰემოტი არ გიჭამია ნუ აფრიკაში წავალთ მე რჩან მოდი ახლა გარდაბანში წავიდეთ ნახოთ 40 ლარად რა მოგვივა ანუ მიატრიალ და უყუროთ ახლა გარდაბანს და 1-2 სიტყვას გარდაბანზე მოგიყვებით სანამ მივემგზავრებით გაზაფხული შემოვიდა უკვე და მოდი ვთქვათ გარდაბანზე 1-2 სიტყვა საქართველოში მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 310 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან არის დაახლოებით 39 კილომეტრში. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1969 წელს. ჰავა მშრალია და სუბტროპიკული. მოდი ახლა ისტორიას გეტყვით. ადამიანის ცხოვრების კვალი ამ მხარეში უძველეს დროიდან ვლინდება. აქ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და ყორღანებიაო. ახლა ნახეთ. ქართლის მეფე ფარსმან ქველის დროს მეორე საუკუნეში რუსთავის ველიდან გარდაბანზე გაუჭრიათ არხი ჩვენ წინაპრებს ამ არხმა გამოიწვია სოფლის მეურნეობის განვითარება აქ მხარეში შემდგომში ვახტანგ გორგასის მიერ საქართველოს საერისთავოს დაყოფისას გარდაბნის საერისთავო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და საქართველოს ცხოვრებაში დიდ როლს და მნიშვნელობა ჰქონდა ამასო მუნიციპალიტეტის სამხრეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება, ხოლო მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელებს არის დასახლებული. გარდაბნის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეგზოტიკური ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით. გარდაბნისა ჯანდარის და კომისის ტბები განსაკუთრებით ულამაზესია. გარდაბანს აქვს თავისი ნაკრძალი 135 ჯიშის ფრინველია და 26 ჯიშის ძუძუმწოვარა ცხოველი ნადირობს, რომელიც ნადირობსა ცხოვრობს. წითელწიხშია შეტენილი, მათ შორის კეთილშობილი ირემიც კი ბინადრობსო. კეთილშობილი, ბოროტშობილიც არის? არა, კეთილშობილი ირამი არის, კეთილშობილი ირემი. ჩემი დათო არის, ჩემი დათო. და თქვენი. აი იქ ეხლა რაცა თქვენ ხედავთ, ეგ არის ბატონო დავით, ეგ არის გარდაბნის ელექტროსადგური, რომელსაც აქვს შენ ღმერთმა არ დაგამახსოვრო შვილებო მეცხრე ენერგო ბლოკი რომელსაც გვეუბნეოდნენ რომ აი მეცხრე ენერგო ბლოკი აფეთქდა და 5 წელი დენი არ გვენახა ველურებით ვინც 5 წლის ბავშვი იყო 10 წლის არ გახდა დენი არ აქონდა ნანახი მაგის გამო და მაშინაც კაი გემრიელი ქურდები იყვნენ მთავრობაში შვილო და იცი რას აკეთებდნენ მართული ყავდა თურქეთში გაყვანილი ვისაც რა შეიძლება იმას იპარავდნენ წარმოიდგინე ხო და ამათ შეიძლება დენი გაიგე და რა ეკადა დენი მოპარეს დენი ვისაც მოპარეს ახალგაზრდობა მოპარეს როგორც ეხლა იპარავენ ხო ხედავ მთელი მთავრობა ციხეშიზეს ხო წინაც იმის წინაზე ესენიც ეხლა ხო ციხეებს გამოუვარეთ ჩილო რომ გუგუნებდნენ ეგენი იყვნენ ხო და მანამდე კიდე მაგათ ვინც დაიჭირეს იმათ მოიპარეს დენი აი აქედან დენი გამომუშავდება და გარდაბანი მაგით იყო ცნობილი აქ ბლოკებია ხედავ ენერგო ბლოკი არის რაც გამოიმუშავებს რა აბა ბლოკი აი ესენი აი, ქვესადგური გარდაბანია, ხედავ წერია. აა ბლოკისა. აი, ენერგო ბლოკებს ეძახიან, ხედავ ის. პატარები. გაზი იწვის, წყალს აცხელებს. წყალი ორთქლდება, ტურბინას ატრიალებს, გამოიმუშავებს დენს. ჰაერისთვის მავნებელი არ არის? გაზის დამწვავი კი ბატონო. მაგრამ ეხლა ისეთი შხამიანი არ არის, მაზუს გაზი ჯობია. მოკლედ აი ეს არის, რომ იცოდეთ გარდაბნის ელექტროსადგური, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. გვეუბნებდნენ აფეთქდა, აფეთქელი კამა თქვა რომ აფეთქა და თვითონ გაეცინა. იყო ეგეთი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. იმის დაჭერა ვერ მოასწრეს, იმიტომ რომ არა, მე მაგის იმ თქვა დაკოცე. მაგის კი ბატონო.
აი ახლა დაუბეროთ ჩი გარდაბანში. ქალაქში რო გავარჯოთ მეგობრებო. ფუ, გავარჯოთ. გარდაბანში ჩამოვედი და დავხვდა ქალაქის შესასვლელში აი ესეთი რაღაცას. ესეთი სილამაზე. სილამაზე. აქ უნდა იყოს გარდაბანის გერბი. უნდა იყოს. მაგრამ ან დაეზარათ დაწერა, ან საღებავი არა, ცოტა ჩავას აქედან. ან დააწერეს და გახუნდა. ანუ თეთრია. გახუნდა. რო იცოდეთ, აი გარდაბანის გერბი არის, აი ესეთი ახლა ამოვანათებ. აი დროშა. გარდაბანის დროშა კიდია. დაწეულე და საქართველოს დროშა ორივე. და აი ესეთი სილამაზე გვაქვს გარდაბანში. და გარდაბნის მერატო დავით კარგარეთელიო აირჩიეთო ზედარი მიკრული ალბათ რომელი არჩევნებიდან არ ვიცი. აი ესეთ რამესთანა გვაქვს საქმე. ერთ რამეს გეტყვით, რა გულდასაწყვეტია რომ ესეთი ცუდ მდგომარეობაშია ეს რაღაცა შესასვლელი. იმიტომ რომ რო ვიყავით, სად ვიყავით? ეხა. ბოლნის. ბოლნის კონდა ძალიან ლამაზად გაკეთებული. სასიამოვნოა ქალაქში რო შედიხარ რაიონში რომ აი ესეთი რამე არ აღხდება, მართლა სასიამოვნოა, როცა არის კარგად გაკეთებული. და რატო ანუ თავს ატუარი და სუიკით რატო იღებ? ამაზე ვლაპარაკობთ, ეს გადაიღე რა. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა, ძმა ვაკაურებს. ადამიანი იქნებ მალუმის აბარებს, თუ აი ქედან გადაიღე რომ ის გამოჩნდეს. პრესა. ხოდა. რა ვიცი. ეხლა წავიდეთ მეგობრებო, ქალაქში ჩავიდეთ და ვავდით რა ქვია მას. ჩავიდეთ ქალაქში და ვნახოთ იქ ქალაქში და რა შეიძლება თვითონ ქალაქ გარდაბანში, თორე კიდე ერთხელ ვთქვი, გარდაბანს ბევრი ძალიან ისეთი ისინი აქვს, რა ქვია, მაგარი ისტორიული ადგილები. დროშა გაჩვენეთ, გერბი გაჩვენეთ და წავედით ახლა ქალაქში და ჩავიდეთ და ვნახოთ იქ 50 რა საბჭათ. ნახოთ.
ქალაქ გარდაბანში მოვედით. ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხე, ეგრეთ წოდებულ ხის და ვითხარო გარდაბანის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ძეგლებია. ისტორიული, მართლა ბევრი და მაგარი ბუნებაა, მაგრამ თვითონ ქალაქში ყველაზე მაგარი არისო მუზეუმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდანის ხალხოსნობის მუზეუმია. ორჟაბათი პარასკევი, სამწუხაროდ ეხლა ისე დღესა ვართ, რომ მუზეუმი დაკეტილია. ასე რომ თან მუზეუმზე ეწერა, რომ 2000-ზე მეტი ექსპონატია. გარდაბნის რაიონი მოიცავს ძალიან ბევრ იმის, რა ქვია, ნეოლითის ხანიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რა ქვია, რკინის ხანით დამთავრებული ძალიან ბევრ ძეგლს მოიცავს. ანუ ისტორიული მხარეთმცოდნეობა, რასაც ვქედა, გარდაბნის მხარე ძალიან მაგარი და ის არის, რა ქვია, ისტორიულად მდიდარი კუთხე. აი ახლა მუზეუმის გვერდზე მოვედით, ბატონო დავით, როგორ ფიქრობ, ის ვისი ძეგლი შეიძლება იყოს? მებრძოლის. მებრძოლის. მებრძოლის? რატო? ცხენზეა ამხედრებული და ხანჯალი ხმალი უჭირავს. ხო, გასაგებია, მაგრამ ისა ფეხბურთელი ცხენია თუ როგორ არის მაგის საქმე, კაცო? ბურთი რატო უდევს? არ ვიცი. შეიძლება კარად ურთელი. არა, კაცო, მოჭრილი თავი უჭირავს რაღაც ცხენში. ლომის თავი უჭირავს? ხო. კი. მონადირის მაშინ. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ისე ეს ქართველებს რა ვჭირს, კაცო, ზედ ხო უნდა ეწეროს ვისი ძეგლი ხა. სახეზე ნაღდი ვერ ავწნო. ქართლშია ერთი ვერ. ქართლშია ბიუსტი. კაციშვილმა არ იცის ვისი ბიუსტია. ქართლში? ხო. კი ბატონო. რაღაცა უცნაური ძეგლია რა. ფეხბურთელი ცხენი? მოჭრილი ლომის თავი. ჩამოკიდებული ცხიმაზე, ხმალზე. აბა თუ ვინმე მიცით ეგ რა. რა ძეგლია, ანუ უბრალოდ ვისი ძეგლია? მეომარი კია, მაგრამ არ ვიცი. მოკლედ, ვინც იცით მეგობრებო, მოდი დაწერეთ რა. ხი შემიძლია ვნახო და ვთქვა, რომ გავარკვე ვისი ძეგლია, მაგრამ ალბათ ეს ძეგლი რო დაიდგა, ვიღაცეებმა ან იგულისხმეს, რომ ისედაც გასაგები იყო, ვინ უნდა ყოფილიყო და ან კიდე ის არის, რა ქვია, ეკონომია გააკეთეს. მოდი აი ზეთის ხილის ქვეშ დავსხდეთ. ძალიან მაგარი ამინდი მოგვივიდა და ჭობას ვქნათ. ბატონო დავით, რა იქენი მოდი აქ. ეს ზეთის ხილის ხია თუ? გამოვლისას ეკლესია შეგხვდა. გამოვლისას ეკლესია შეგხვდა. აი შენ 20 ლარი. ესეც მე. მოკლედ აქ ბევრი რამის გადაღება მინდოდა, მაგრამ რატომღაც ქალაქში თვითონ არაფერი არ არის. რავი, ცხოვრება ჭრელია. ხო შეიძლება ყველგან მიგიყვანოს. შენ ხო მოგიყვანა ცხოვრება მაქამდე ბატონო დავით. კი. 20 ლარი შენ აგაკ 20 ლარი მე მაქვს. ხო ეგრეა? მოდი ახლა ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხოთ. საბჭამოდ? საბჭამოდ. და წავიდეთ 40 ლარად. და ვნახოთ გარდაბანში ვინც მოხვდებით. როგორი ის იქნება, რა ქვია. რას გვაჭმე? ხო, რა. კაი, მოდი ახლა მაიცა ხელოვნურ ინტელექტი აგერავყავ ჯიბეში. მოფერებით ხის ვეძახი, იმიტომ რომ მართლა ხია. მოკლედ ახლა რაღაცები დამიწერა. მოვივლით. და გავარკვევთ და კიდე რა უნდა მეთქვა, გზაზე რომ მოდიოდით, მუსიკას ხო უსმენდით. დათო მეგრელიშვილია გარდაბანის მცხოვრები, ჩემი მეგობარია და ის ამღერის რა, მაგარი მომღერალია, ძალიან მაგარი ბიჭია და თავის ქალაქს მიუძღვნა ეს სიმღერა. ჩვენი სპონსორია USA to Georgia. აბა რა, ძალიან მაგარი ხალხი. თუ ვინმე სურვილი გექნება თუ დაგვეხმართ და მოგზაურობაში, აგერ ქვემოთ არის მითითებული. პირადი ანგარიშით საბანკო და რავი, თითოეულ რაითორ დაგვეხმაროთ. ჩვენი საქმე იქნება კარგად, მოვლით საქართველოს, აი ესე ნელა-ნელა ყველაფერს გაჩვენებთ. რო ვთქვა ახლა ჯერჯერობით რასაც ვხედავ,
ქალაქში რამე ისეთი განსაკუთრებული შესანიშნავი არაფერი არ რომ მიმითითა რომ აი ეს უცნაური ძეგლი. დავით აღმაშენებელი არა მგონია რომ იყოს. გორგასალს არა გავს. შეიძლება ფარსმანქველი. ფარსმანქველი შეიძლება იყოს. მოკლედ წავიდეთ ახლა მოვძებნოთ საჩელო ჭამოთ, იმიტომ რომ მომშივ დაკიდებას და მაგრამ მაინტერესებს 50 რა გემრე ანუ რა ხარისხი საჭმელი. წავიდეთ ახლა. ჩვენ კაცრად დავაფასებთ. ა? კაცრად დავაფასებთ. გულწრფელად ვიტყვით ანუ ესე რომ. აი ბატონო. ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ. გარდაბანში აღმოჩნდა რომ ყველაზე მაგარი რაღაცეები იყიდება დავით აღმაშენებელის ქუჩაზე. ცენტრალური ქუჩა არის ესა, ერთი გრძელი, აი ნახეთ. და აი ეგეთი რამე მივაგეით, მანგალ შაურმა. ქვია? მანგალ დონერ. ნუ შაურმასაც აკეთებენ და რაღაცები აქვს. დონერის აგეთი კაცია შევედით გადაღება შეიძლება ხო? აუ, ვიცნობ. პატივს აქვს ჩემთო რაღაცა და მეც არ მინდა ძმა. აი 40 რათა რაც მოგვივა, მეთქი ეგ მოგვიტანე, ხო ეგრეა? ეგრეა. რას დალებ? სასმელს. ორ სართულიანია. და რო შევით რატომაც გვეგონა რომ მარტო აი ეგ უნდა გამსხარიყავთ, მაგრამ ზემოთ აიდო იქ დაჯექიდო, წამოაბა ვნახოთ, ჩიგით რა სიტუაცია. ხალხი არის სხვათა შორის. ხალხი რა არის ზემოთ უნდა იყოს. ზემოთ ავიდეთ, ხო? აი. ამოიტან თქვენ თუ ჩამოვიდეთ ჩვენ? თქვენ ამოიტანთ რო აი ბატონო. ვნახოთ რა ხდება. აი. ასა ლიპინერი. ხო? აჰა. მოკლედ ახლა როგორი სიტუაცია აქვს გეტყვით რა. დავჯერეთ. ანუ ამ კაცმა გითხრა მეუნი უზარამე რო არ გაწვალოთ ხო რა. რა გიდათ? მეთქი 40 ლარად რაც მომივა მეთქი. მეო მაშინო თებსო გავაკეთებო. აი 40 ლარად რაც მოგივა მეთქი მეტი არაფერი არ დადო მეთქი და ამოგიტანთ. ამოეთ რავი აი ნახე როგორი სიტუაციაა. შინაური ისაა, ნახე. აი სხვა რესტორანში რო ჯდები ცივია ყველაფერი. აი მე ეს თბილიანი რა. კარგია. ბიჭო მზე უთყავს. აი მე რა მაგარი. აი ბატონო მოკლედ ახლა დაველოდოთ იმ კაცს. ჩაოლებრივ ეს. აზერბაიჯანელების დაწესებულება როგორც ეთყობა ის ბიჭი. არა ძლივს ლაპარაკობდა ეს გამოდი. ობიჯო ძლივს შენ იცი აზერბაიჯანული? რა ვიცი. იმან ქართული ხო იცოდა? იმან ხო იცოდა ქართული? ქართული იცი. რაც მეტი ენა იცი, უფრო მეტი კაცი ხარ, რო იცოდა. ორი ენა ვიცი. ქართული იცოდა, მოკლედ, გავარკვიო ზმაო და აი რომ მოიტანს ვნახოთ აბა რა გამოგვივა. მოკლედ, მეგობრებო, მოგვიტანეს აი ესეთი რაღაცა. ეს თეთრი მაიონეზი არ ვიცი რა არის, მინდა გავსინჯო. მაიონეზია რაღაცასთან ერთად ეს კეჩუპი ალბათ. მაიცან გავსინჯო. ეს რა არის? კეჩუპია. კეჩუპი. კაიფრია. გამაბია. კარტოფილი. შემწვარი პომიდორი, შემწვარი ციცაკა. ქაბაბი და აი ეს რაღაცა. ციციბურასა გავსო, თეთრია რა. შეიძლება შეშინებული ციციბურა და ანუ ეგეთი რამე არის? მკვდარია რა, გაცითრებული. ციციბურა არ არის. ნუ ამახლა მოიტანე. კიდე მე შევიგე. ნუ რაღაცა ბურღულეულია. ეს ქაბაბია? თუ მწვადია? და პურის მაგირად მოიტანეს აი ესეთი რაღაცა. ლავაში. ლავაშს სომხები ძახიან ჩვენიაო, მაგრამ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში და აზიაში გავრცელებული იყო ლავაში. თან ახე როგორი ფორმით არის დაჭერილი. ეს ქაბაბია. ბატონო და მოგიწოდებ ლავაში აი ესე დაახვიო. მოდი გავსინჯოთ, რატომღაც მოიტანეს კოლზი და ჯანგალი. დანა არ არის. ამიტომ ჩვენ კოლს ვიხმართ
დანის მაგირა და ნახოთ აბა რანაირი გამოვიდა ეს რა არის საერთოდ ცხვრის ხორცის გემოა სუნი წვალია არა კაბაბია კაბაბია ოღონდ შეზავებული რა გამოკვეთილი ცხვრის გემოა თუ ცხვარი არ გიყვართ ამ კაბაბს ვერ შეჭამთ ეს არის სუფთა ცხვრის კაბაბი მოდი აბა ეს ამახოთ ნუ პამიდორი რა შემწვარი პამიდორი რა უნდა იყოს ცუდი არ არის ჰა? ცუდი არ არის აი რაღაცნაირია რა რაღაცნაირია რა და ის არის რა ქვია ბატონო დავით აზერბაიჯანულ კულტურაში შემწვარი წიწაკა რასაც ჩვენ მაგას არ ვაკეთებთ რა არ ავჭამთ შენ დედავადი გემრიელები აქვთ შემწვარი ციცაკა მწარეა წიწაკა ჰა მწარეა არა წიწაკა რას უნდა მწარე იყოს და შეწვა მომდე მაგა ფრიგავს ინჯოთ ფრი გემრიელები ჭამენ მართლა შესანიშნავია კაბაბი წვნიანია ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გამოკვეთილად ის არის რა ქვია ცხვრის ხორცი და აი ეს კიდე აი ესა განაცუდია მაგრამ ის ხალხის არ არის ვიღაცას რომ შევეკითხა ზუსტად ორი კაცისთვისაა გათვლილი ეს ანუ ერთ კაცს ეს მთლიანი დააღნაღებს ეს რომ მარტო შეჭამა 20 რა ეს ორი არა ერთიც ნუ თითო ღირს 20 ლარი რა არა აი ეს რაღაცა რო ინტერესი გემოახ ნიტო ჯარში გვაჭმენ ეს პერლოკა ხო არ არის მაგრამ ნიშნულობა არა რა ეს გემრიელია კარტოფილი გემრიელია ფრი მომეწონა ეს მომეწონა შემწვარი კაი რა გვერდნა ეს არ მომეწონა და არც ის ეგ შეჭამე რომ არა კოზით აიღე და ისე შეჭამე რომ დაღეჭვის თავი ქონს აბა ნახე მაგრამ სპეციფიკური საჭმელია რა აი ქართველებისთვის უცნაური აცუდია რომ შეუძლეს მიადგები და ჭამ რა უმიდოში რაკის გემო აქვს რაღაც ეს საბეჭდებას ოიმე რა შედარებებია შეშინებული წიწიბურა უმიდოში რაკი გიჭამია კი ოჩახშულოში ხრაშული მოკლედ დანარჩენი თქვენთან გადაწყვეტეთ რა მოხდებით აქა გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე არის ქვემოთ შაურმაძე კონდათ მაგრამ შაურმაზე უთხარით რომ არ გვინდა რა კი რასაც ხალხი ჭამს მოვიდა მშიერი და სადილი რაღაც უნდა 20 ლარად სულის თავზე ან 40 ლარად აი ეს ამბავი გავიკეთა დღეს ამას იქით იცით რომ მოხვიდეთ იმაში რა ქვია გარდაბანში აი ესეთი რაღაცა შეგიძლია ჭამოთ ბატონ დავით რაღაცას გეტყვი თუ სადმე ესეთი რაღაცა ხდება ჯობი ახლო მიიდგა ვიდრე აი ეგეთი რამე ქნა ხო შენ ხო მინდა ვერ გავიგე შენ არ გინდა აცო მე თუ მინდა მე გადმოვიდგა ამ მომენტში ვლაპარაკო აპა მაგიდაზე ჭამის წესები ყოველთვის დაიცა გამიგე ნუ სასმელი არ მოყვა მას ჰა სასმელი 40 ლარში სასმელიც სასმელი ორი ბოთლი 9 ლიტრიანი გაზირებული სასმელი მოყვა და კიდე აქ დავატყვე რომ აქ რაღაცა ხალხი ზის ჩვენამდე სანა ველოდებოდით ვინც კი რამე ჭამა ყველა დააყოლა მაწვა თურქეთში მინახია მაწვას აყოლებენ ალბათ ამათ კულტურაში ისაა რომ ცხვრის ხორცს ჭამ აკლია მარილი არა არაკლია ჩემთვის მაგრამ მოკლედ მაწვას ჩვენ არ შევჭამთ რა აი ესეთი რაღაცა მოკლედ გარდაბანი პატარა ნაწყვეტი გაჩვენეთ შემოსასვლელი გაჩვენეთ გარდაბნელი კაცის ნამღერი სიმღერა დათო მეგრელიშვილის მოგასმეინე და აი ესეთი აზერბაიჯანული ალბათ ტრადიციული კერძი
გაჩვენეთ. ამას რა ქვია არ ვიცი. ამითი გამოგებშვით მეგობრებო, კარგად ზანდებოდეთ. შემდეგ ქალაქამდე და შემდეგ ვიდეომდე.